ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ავსტრიის დედაქალაქი შობისათვის ემზადება. ამ იდილიური სურათის მსმენელ მაყურებელს ვერც კი წარმოიდგენ, რომ მიმავალ წელს ეს ხდებოდა და ხდება. მოგესალმებით ავსტრიის დედაქალაქ ვენიდან, მე გახლავარ ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი და ვიმყოფები ახლა გმირთა მოედანზე. ჩემს უკან კი შენობა, სადაც 2 დღის განმავლობაში გაემართება EU-ს მინისტერიალი. წლის ბოლოს ალბათ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი, რომელიც უსაფრთხოებასა და თანამშრომლობას შეეხება. აქ დაახლოებით 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი შეიკრიბება და ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, თუ რა პოზიციები გამოითქმება აქ საქართველოსთან დაკავშირებით, კავკასიასთან დაკავშირებით და ასევე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ თემასთან უკრაინის ომთან. Condat თუ არა საუბარი თქვენ კოლეგებთან BBC-ს ფილმთან დაკავშირებით. Have you seen or did you know about the BBC investigative reportage? I had a very thorough meeting with civil society. For you, Vice President Finland recently rejected neutrality to join NATO. And what is your message to Georgian political group now advocating for a neutrality? Jeszcze raz witаю z ploszczy Перемену. Тут починається დღის ბოლოს შევძელით ალბათ ტიხანოვსკაიას ჩაწერა და ვკითხეთ ყოფილა თუ არა შემთხვევები ბელორუსში რომ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენებინათ დემონსტრანტების წინააღმდეგ. Авторитарные режимы, они очень быстро учатся друг от друга. Мене звати Євгенія Капалкіна, я адвокат, яка представляє дві сім'ї Максима Петрова і Дмитра Шибанова, які є... Outside the OSCE Ministerial Council, how do you perceive the fact that today neither Secretary Rubio nor Mr. Lavrov is here? What does this mean for today's meeting? We'll see how it plays out. But point being that the US is reviewing all their commitments to all multilateral agencies. Aber es ist eine Journalistin, eine Frau, eine Heldin Georgiens, die jetzt gerade erblindet. EU-თუ ყველაზე დიდი რეგიონალური უსაფრთხოების ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირიდან ჩრდილოეთ ამერიკასა და ცენტრალურ აზიამდე მოქმედებს და ცდილობს უზრუნველყოს სტაბილურობა, მშვიდობა და დემოკრატია. მისი ამოცანებია ადრეული გაფრთხილება, კონფლიქტების პრევენცია, კრიზისების მართვა და ომის შემდეგი აღდგენა, მათ შორის შეერაღების კონტროლი, საზღვრის მართვის, ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზით. მაგრამ ჰელსინკის 1975 წლის საბოლოო აქტის 50 წლის იუბილეს, რომლის 10 ძირითად პრინციპს შორის საზღვრების ხელშეუხებლობა და ძალის არ გამოყენება მითითებული, რაც EU-ს შექმნის საფუძველი გახდა, ევროპა ომით და განხეთქილებით ხვდება. სამწუხაროდ საქართველოს თავისი მცირე წვლილი შემოიტანა. რა პასუხს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგებს BBC-ს საგამოძიებო ფილმის შემდეგ, რომელშიც საუბარი იყო, რომ შესაძლოა დემონსტრანტების საწინააღმდეგოდ აკრძალული მომწამლავი ნივთიერება იყო გამოყენებული. ეს ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა საიუბილეო EU-ს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სამიტის. გასაკვირველია ევროპისათვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არის უკრაინის ომი, როგორ დაეხმაროს ამ ქვეყანას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ასევე თავისი თავიც დაიცვას. აქ აღსანიშნავია ევროპის პოლიტიკოსებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ორატორის, პოლონეთის პრემიერ სიკორსკის სიტყვით გამოსვლა, რომელიც რუსული დელეგაციის მორიგი აღშფოთების მიზეზი გახდა.
also in international politics, what matters is not only where we are, but the direction of travel. საერთაშორისო პოლიტიკაში არა მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი სად ვართ, არამედ საით მივემართებით. ჰელსინკის საბოლოო აქტი შესაძლებლობა იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირს სწორი ბიძგი მისცა, შორს ტოტალიტარიზმისა და რევოლუციის ექსპორტისაგან საერთაშორისო ნორმების დაცვასა და რეფორმების მიმართულებით. პრობლემა ისაა, რომ დღევანდელი რუსეთი საწინააღმდეგო მხარეს მიემართება დემოკრატიიდან ავტოკრატიისაკენ, თანაარსებობიდან აგრესიისაკენ. ესაა ფუნდამენტალური პრობლემა. დღევანდელი რუსეთი უფრო რეპრესიული და აგრესიულია, ვიდრე საბჭოთა კავშირი წინა საუკუნის 70-იან წლებში. That today's Russia is more repressive and more aggressive than the Soviet Union in the 1970s. Almost every day, Russia sends hundreds of drones and missiles targeting civilians and critical. დღე რუსეთი ასობით რაკეტასა და დრონს აგზავნის უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. ჰიბრიდულ ომს აწარმოებს ევროპის წინააღმდეგ. რუსული აგრესია მყისიერად გაიზარდა. ჩვენ საზღვრებთან სამხედრო სწავლება ზაპადის ფარგლებში 20-ზე მეტმა სამხედრო დრონმა დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე. აი ერთ-ერთი მათგანი. კარგად შეხედეთ. Please take a good look. მათი ჩამოგდება ნატოს პირველი სამხედრო ქმედება იყო მათ წინააღმდეგ. NATO forces. Last month it got worse. Saboteurs sent by მაგრამ ესეც არ იკმარეს. მათ ბომბი ააფეთქეს რკინიგზაზე, მიმავალი მატარებლის ლიანდაგზე და მხოლოდ ტერაქტის მომწყობთა უვიცობამ მსხვერპლს გადაგვარჩინა. Was nobody hurt. Also, Poland alone fends off up to 4,000. ყოველ დღე პოლონეთი უმკლავდება საშუალოდ 4,000 კიბერ შეტევას, რასაც თან ახლავს დეზინფორმაციის ქარიშხალი, რომლის მიზანია დაანაწევროს ჩვენი საზოგადოება. ყველა ეს ქმედება უხეშად არღვევს ამ ორგანიზაციის წესდებას. ამ წესების დაცვა ეუთოში ადგილის შენარჩუნების უცილობელი პირობა უნდა იყოს და არ უნდა იყოს ეს ბრწყინვალე დარბაზი იმათი ავანტყოფური ამბიციების გასაქანი, ვისაც ბოროტების იმპერიის აღდგენა სურს. Should not be a place for the sick ambitions of those who want to rebuild an evil empire. რუსეთი და შეერთებული შტატები კი უნებლიე მოკავშირეები აღმოჩნდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრები სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჩამოვიდნენ და მინისტერიალს წონა დააკლეს. მათი წარმომადგენლები სხვადასხვა მიზეზით ეუთოს ემუქრებოდნენ. რუსეთმა ორგანიზაციის ბიუჯეტის მიღება შეაფერხა, კრემლის წარმოგზავნილმა გრუშკომ, რამდენად ცინიკურად არ უნდა ჟღერდეს, ეუთო უკრაინიზაციაში დაადანაშაულა. მისმა მოადგილემ კი აიყოლია რამოდენიმე შუაზიური რესპუბლიკა და განაცხადება გაავრცელა, სადაც მოითხოვა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ღვაწლის ხელახალი აღიარება და ფაშიზმის დაგმობა. საინტერესო აქვს ამერიკული დელეგაციის პოზიციაც. ბევრი ევროპის დედაქალაქში დღეს ხმამაღლა ისმის შეძახილები, რომ ამერიკამ გარკვეულწილად თავი აარიდა ევროპულ საქმეებს, თავის თავში ჩაიკეტა. შეერთებული შტატების დესპანმა ეუთოს ხისტად 15 მილიონი ევროთი ხარჯების შემცირება და რეფორმების გატარება მოსთხოვა. კლიმატის ცვლილებებზე მსჯელობის მაგიერ ევროპის უსაფრთხოებაზე იზრუნეთ და მოქმედებაზე გადადით. რუსეთი კი, რომლის გარეშე უკრაინასთან ომის შეწყვეტა ვერ მოხერხდება, მოაბრუნეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. თორემ შეერთებული შტატები გადახედავს თავის როლს ამ ორგანიზაციაში. დაახლოებით ასეთი გზავნილებით ჩამოვიდა ვენაში ტრამპის ადმინისტრაციის წევრი. Your attention and your presence here are truly important to us. And over 2,000 officially missing children whose fate remains unknown. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართა ღონისძიება, რომელზედაც რუსეთში გადაცებულ ბავშვებზე ისაუბრა. როგორ ჩაგრავენ, ურეცხავენ მათ ტვინებს, უკარგავენ ეროვნულ თვითშეგნებას, მოითხოვა საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება მათ დაბრუნებასა და რეაბილიტაციაში. ამ დროს კი დერეფანში 3 ქალბატონი პოსტერებს არიგებდა.
დმიტრო შაბანოვი, მაქსიმ პეტროვი და ვადიმ გოლდა. უკრაინული წარმოშობის ეუთოს თანამშრომლები 2022 წელს უკანონოდ დაატყვევეს და შემდეგ ჯაშუშობის მოგონილი ბრალდებით ციმბირის колонიაში გაუშვეს. Мене звати Євгенія Капалкіна, я адвокат, яка представляє дві сім'ї Максима Петрова і Дмитра Шабанова. Адвокати ყველას უხსნის ამ უკანონობის არს და აცხადებს, რომ თუ უკრაინაში ომი შეჩერდა, ეუთოს სამშვიდობო მისია ვერ იმუშავებს, თუ მისი თანამშრომლები ასეთი საფრთხის ქვეშ იქნებიან. ჰელსინკის საბოლოო აქტის 50 წლის თავზე საზღვრების ხელშეუხებლობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშია. ამ ლაიტმოტივით გადის 32 ეუთოს მინისტერიალი, რომელიც განიხილავს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებს. საერთოდ დღეს უკვე დგას საკითხი, რამდენად ფუნქციონალურია ეს ორგანიზაცია, რადგანაც თქვენ მოგეხსენებათ, აქ ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება და რუსეთის პოზიციის გამო ბიუჯეტიც კი დაბლოკილია და ამ ორგანიზაციას თვიდან თვემდე უწევს არსებობა. რაც ჩვენთვისაა საინტერესო, საქართველოს დელეგაცია დღეს მინისტრი ბოჭორიშვილის მოკლე გამოსვლა ჰქონდა, სადაც მან ისაუბრა დეოკუპაციის საკითხებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თქვათ, რომ ეს პოზიცია საკმაოდ ისეთი მკვახე იყო რუსეთის მიმართ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მან ასევე ესეთი ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ესეთი კამპანია მიმდინარეობს, თუმცა არ დაუსახელებია ვინ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ ეს. მე გავგზავნე მოთხოვნა ინტერვიუს შესახებ და იმედია დადებით პასუხს მივიღებ, რადგანაც ბევრი საინტერესო საკითხი დაისვა დღეს. მინსკის ჯგუფი გაუქმდა, სომხეთი და აზერბაიჯანის შეერთებულმა შტატებმა მოარიგა და ახლა გარკვეული სხვა ვითარებაა კავკასიაში და ეს ჩვენთვისაც დიდი გამოწვევა არის. და მე შევძელი დღეს კითხვა დამესვა BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით ფინეთის დელეგაციის თავკაცთან და აი რა პასუხი მიიღე. ახავ თუ არ ან თუ გაგიგონიათ ბრიტანეთის საზოგადო მაუწყებლის BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟი, რომელშიც საუბარია სავარაუდოდ აკრძალული ქიმიური საშუალებების დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების თაობაზე. მე ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს და გასული თვეების მანძილზე მზარდი რეპრესიები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფლების მოყვარე ქართველებზე დამთრგუნველია. ამას წინათ ვიყავი საქართველოში, თბილისში ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე მოვინახულე ოკუპაციის ხაზი და პარლამენტის წინ დარბევების მსხვერპლებს შევხვდი და ადამიანებს, რომლებიც იმეddაკარგულები უცქერენ თავისი ქვეყნის მომავალს. ეს ძალზე გვაღელვებს და ეუთო ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართულ ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფალ არჩევანში დაეხმაროს. And only the people of Georgia have the right to decide the future for their country. Now, of course, a possible use of chemical weapons. რაც შეეხება ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას, თუ ეს დადასტურდა, ეს საშინელება იქნება. არა მხოლოდ ეუთო, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამას უმკაცრესად დაგმობს. Not only the OSCE but the international community will condemn in its strongest words. ესე იგი დღის ბოლოს შევძელით ქალბატონი ტიხანოვსკაიას ჩაწერა და ვკითხეთ, ყოფილა თუ არა შემთხვევები ბელორუსში, რომ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოეყენებინათ დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს კითხვის ლოგიკა იმაში არის, რომ ახლა ბელორუსის და საქართველოს პოლიციელები ძალზე მჭიდროდ ერთად თანამშრომლობენ და ხო არ არის შესაძლებელი, რომ ეს ქიმიური შენაერთები, რომლებზეც BBC-ს ფილმშია საუბარი, ბელორუსიდან მოხვედრილი იყო საქართველოში და აი რა პასუხი მიიღეს ამასთან დაკავშირებით. Авторитарные режимы, они очень быстро учатся друг от друга. А, к сожалению, в Беларуси есть чему поучиться, потому что в 2020 году против мирных демонстрантов применяли совершенно разные способы давления. Это и ავტორიტარული რეჟიმები ერთმანეთისაგან სწრაფად სწავლობენ და სამწუხაროდ ბელორუსიის რეჟიმისაგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რადგანაც 2020-ში მშვიდობიან მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებდნენ წყლის, ჭალსაც, გაზსაც,
რეზინის ტყვიებსაც ბოლოს კი სროლა დაიწყეს. იცით, დაღუპულები გვყავს. არ ვიცი საქართველოში როგორაა, მაგრამ ბელორუსიის ციხეებში ადამიანებს სასტიკად აწამებენ, აუპატიურებენ. სხვაგვარად ხალხს ვერ აჩერებენ და ასეთი რეჟიმები უზიარებენ ერთმანეთს ამ სასტიკ მეთოდებს. აუცილებელი ასეთი შემთხვევები საერთაშორისო ორგანიზაციებამდე მიიტანა, ვისაც ხელეწიფება ამ მათზე რეაგირება. ამის გარეშე ეს იარაღად იქცევა ავტორიტარული რეჟიმების ხელში, რათა დაათრგუნონ საკუთარი მოქალაქეები. которые занимаются такими вопросами, потому что обычно начинают с малого, но потом очень быстро вот этот газ, потом это уже оружие становится способом авторитарных режимов бороться с мирными гражданами. მიუხედავად ინტერვიუზე უარესა მიზეზი ორმხრივი შეხვედრების გამო გადატვირთული გრაფიკი იყო, მაკა ბოჭორიშვილს BBC-ს ფილმზე რეაგირება გარკვეული ფორმით მაინც მოუწია. ლავროვის განცხადების შემდეგ შეცვლით თუ არა თქვენს მიდგომებს მოსკოვის მიმართ? ალბათონო მინისტრო, გქონდათ თუ არა საუბარი თქვენ კოლეგებთან BBC-ს ფილმთან დაკავშირებით? BBC-ს ფილმთან დაკავშირებით აკეთდა მეთოდი ძალიან ცხადი განცხადება. თქვენი პირადი დამოკიდებულება როგორია? ძალიან ძლიერ, როცა დეзинფორმაცია საავადმყოფოა. ბოჭორიშვილმა იმ ფონზე, როდესაც ეუთოს მინისტერიალზე საგანგებოდ ისაუბრეს პრესის თავისუფლებაზე და მათ შორის საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რა დროსაც მზია ამაღლობელის გვარმა არაერთხელ გაიჟღერა, კვლავ თანამგზავრ მედიასთან დეзинფორმაციასთან ბრძოლაზე ისაუბრა. ჩვენ ვისაუბრეთ ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე, რაც შეეხება მედიის თავისუფლებას თუ დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ ის კამპანიები, რაც მიმდინარეობს, როდესაც საქმე ეხება დეзинფორმაციასთან გამკლავებას. საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეული საკითხია, როდესაც ხედავთ, რომ ძალიან ხშირად დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე სწორედ მედიის მეშვეობით ხდება კონკრეტული კამპანიების წარმოება საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე მედიის როლზე პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედიის თავისუფლების საკითხებზე, ზოგადად ეუთოს სივრცეში და ვისაუბრეთ ასევე თანამშრომლობის მიმართულებებზე. იმ დროს, როდესაც ეს ინტერვიუ გავრცელდა, ეუთოს შტაბ-ბინიდან ფეხით 20 წუთის სავალზე კინოთეატრში პოლონური წარმოების ბელორუსული ფილმის პრემიერა გაიმართა შინაარსი ჟურნალისტი ქალი რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ. შესავალი კი მას ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა გაუკეთა. ის საქართველოში მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესს დაესწრო. პირველად რომ ვნახე მინის გალიაში იდგა, როგორც სასტიკ დამნაშავეს მას უფლება არ ჰქონდა თავისი ადვოკატთან უშუალო ურთიერთობა ჰქონოდა. მთელ სასამართლო პროცესს წითელი ხაზივით გასდევდა გარეთ მყოფი ხალხის პროტესტი. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის სახაროვის პრემიის ღირსი. ის გულადი ქალია, რომელიც საქართველოში უამრავ ადამიანს ბრძოლისათვის, პროტესტის გაგრძელებისათვის შთააგონებს. დღის ბოლოს კი შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ფინური დელეგაციის წარმომადგენელს ვკითხე ნეიტრალიტეტის შესახებ, რომელიც მისმა ქვეყანამ რუსეთის საფრთხის ქვეშ დათმო და ნატოს წევრი გახდა. რას ფიქრობს ის იმ ქართველ პოლიტიკოსებზე, ვინც დღეს საქართველოსათვის ნეიტრალიტეტს ითხოვს? ჰელსინკის პრინციპებიდან გამომდინარე, რომელსაც აქ ყველა ვეთანხმებით, ნებისმიერმა ერმა და ხალხმა თავად უნდა აერჩიოს თუ რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანდება, ასე რომ ეს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. So it's for the people of Georgia to decide the way forward.
Excellencies, I hereby formally declare the 32nd meeting of the OSCE Ministerial Council closed. ეუთოს მინისტერიალი დასრულდა, სამწუხაროდ თანხმოვებებმა გადაძლია და ბევრ თემაზე ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ. ერთადერთი აღნიშნა ყარაბაღთან დაკავშირებული პროგრესი, მეგულისხმობ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება. დანარჩენთან დაკავშირებით დაპირისპირება დიდია. ერთ-ერთი კატალიზატორი ამას არის რუსეთი, რომელიც აცხადებს, რომ ეუთო გადაიქცა უკრაინის მხარდამჭერ ორგანიზაცია და ბლოკავს ყველა გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ შეერთებულმა შტატებმა შეიტანა თავისი წვლილი, ცოტა შხაპი გადაასხა ქაურობას, მოითხოვა რეფორმები, ბიუჯეტის შემცირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვნახოთ, შესაძლოა ეს ბიძგი იყოს ევროპელებისათვის გამოიყურონ, უფრო გააქტიურდნენ და უფრო აქტიური როლი ითამაშონ მსოფლიო პოლიტიკაში. რაც შეეხება საქართველოს, პირადად მე შემექმნა შტაბ-ეჭდილება, რომ ჩვენმა დელეგაციამ არ გამოიყენა შესაძლებლობა დაახლოებოდა ევროპელ ქვეყნებს, კოლეგებს და პირიქით დააფიქსირა თავისი კრიტიკა და ესეთი გარკვეული კამპანიურობა ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. სამწუხაროდ ეს რაღაც ტონში დაემთხვა რუსული დელეგაციის გამოსვლას. ეს ჩემი აზრი არის. ვერ მივიღე კონკრეტული პასუხები გარკვეულ კითხვებზე. მედია მომავალში ეს ყველაფერი შეიცვლება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და ბოლოს ვსკირეთ YouTube არხს პოსტსკრიპტუმის დავით ხიქალიშვილი, ბევრი საინტერესო რამე არის ამ რეპორტაჟში ერთად.